პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი. ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კვირასთან დაკავშირებით არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს ისევე როგორც ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს. ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი. აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. კვირის გეგმები განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ უნდა შეიტყოს კვირას და არა მანამდე. რაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კვირისთვის არის ის, რომ ამ არალეგიტიმური არჩევნების და არაკონსტიტუციური გზის გამო, რომლითაც პარლამენტი შეიკრიბა და მოხდა კონსტიტუციის ორჯერ დარღვევა, ეს არჩევნები და შესაბამისად პრეზიდენტის ინაუგურაციაც არ არის ვალიდური. ასე რომ მე ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ ჩემი სამუშაოს შესრულებას. ესაა ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი.